ახალი წლის დადგომამდე ტრადიციულად დედაქალაქში ზეიმის მთავარი ეპიცენტრი საახალწლო სოფელია. მთავარ ნაძვის ხესთან ახლა ბავშვებისა თუ მშობლების სადღესასწაულო მოგონებები იქნება. სურვილების ჩაფიქრების ღამეს აქ ახლა ყველას სასწაულის სჯერა. ნინი საჯაია გაგვიზიარებს ახლა განწყობას, რომელიც რესპუბლიკის მოედანზეა. დიახ, თეონა, ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება. დედაქალაქის ქუჩებში კი საახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, აქ სადაც საშობაო სოფელი და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხეა განთავსებული, ხალხმრავლობაა, განწყობა კი შესაბამისი. აქ მოსულ სტუმრებს მრავალფეროვანი შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ელოდებათ. პატარა სტუმრებს კი სანტას სახლი, რომელიც მათ სურვილებს ისმენს და ასრულებაშიც ეხმარება. დიდებს კი ყინულის მოედანი, მუსიკა, ცეკვა, გართობა და მრავალფეროვანი კონცერტები ერით. რაც შეეხება მოქალაქეების სურვილებს, მათ სურვილები ბევრი აქვთ, თუმცა 2026 წლის მთავარი სურვილი საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება და მეტი სიკეთეა. გარემო არის შესანიშნავი. საქართველოს უსურვებს მშვიდობას. ვიყოთ ბედნიერები ხალხო. ყველანი ბედნიერებას გისურვებთ. ძალიან მომეწონა ყველაფერი, ძალიან მომეწონა ყინულის მოედანი და ხშირად დავდივარ ხოლმე ყინულის მოედანზე ყველაზე ხშირად. გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს. ჯადოსნური საშობაო სოფელი მოქალაქეებს და აქ მოსულ სტუმრებს 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს მთავარი ნაძვის ხე და ყინულის მოედანი კი 14 იანვრის ჩათვლით ელოდებათ სიკეთის სავსე ქალაქი. მოქალაქეებს დაუვიწყარ და ჯადოსნურ საახალწლო დღეებს პირდება. მადლობა ნინი საჯაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.